კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოსტივი საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავა ვარ. თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირ რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყების აღსანიშნად სპეციალური ღონისძიება გაიმართა, სადაც სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა. ირაკლი კობახიძემ ბაზის გაუსვა პირდაპირ საჰაერო მიმოსვლის დაწყების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვისი ძალისხმევითაც თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირ რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო. პირდაპირ ფრენების განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი ავიაკომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა. შეგახსენებთ, შანხაიდან პირველი პირდაპირ რეისი თბილისის მიმართულებით გუშინ შესრულდა. ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანია China Eastern Airlines ფრენებს კვირაში 3-ჯერ 4 შაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს. ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობას, მეგობრობას, ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩინეთი არის მშვიდობიანი სახელმწიფო, ჩინეთი არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული მის განვითარებაზე, მოდერნიზაციაზე, პროგრესზე და ყველა სფეროში ჩინეთი არის უაღრესად წარმატებული, რაც არის ჩინეთის ხელისუფლების, ჩინეთის პრეზიდენტის ბატონი სი ძინპინის ბრძნული პოლიტიკის შედეგი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენი ორხრივი ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური მჭიდრო თანამშრომლობა. გახარული ვართ, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ეკონომიკური პარტნიორობა ქვეყნებს შორის. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ, რა თქმა უნდა, განათლების კულტურის სფეროში თანამშრომლობას. პირდაპირ ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ორხრივი ურთიერთობების განვითარებაში. China Eastern Airlines-ის სახელით მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და ტურიზმის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ შანხაი-თბილისის პირველი რეისი წარმატებით შესრულდა. ვფიქრობ, პირდაპირ ავიარეისები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად. ბოლო წლებში ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობები სულ უფრო ვითარდება, განსაკუთრებით უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ. სულ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი სტუმრობს საქართველოს და საქართველოდანაც ბევრი ქართველი მოგზაური მიდის ჩინეთში. დიდი პასუხისმგებლობაა, რომ მათი უსაფრთხოება ჩვენი ავიახაზებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. პირდაპირ ავიამიმოსვლა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას. შანხაის და თბილისის შორის პირდაპირ ფრენების დაწყება კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოსა და ჩინეთს, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და საქართველო ტერიტორიულად არც ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, გვაქვს ძალიან დიდი კულტურული და მეგობრული კავშირები. 2023 წელს გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ შედეგი გამოიღო. შანხაი ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ქალაქია. მჯერა, რომ შანხაისა და თბილისის შორის პირდაპირ ავიამიმოსვლა დიდი ნაბიჯი იქნება ჩვენი როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული დაკავშირებისკენ. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი მოტივაციას მისცემს სხვა ავიახაზებსაც, რომ შანხაისა და თბილისის გარდა პირდაპირ ავიამიმოსვლა დაიწყოს ჩინეთის სხვა წამყვან ქალაქებთანაც. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გაფართოების, ერთობლივი პროექტებისა და ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდის ხელშეწყობისთვის მარკეტინგული და საორგანიზაციო აქტივობები განიხილეს. ხაზი გაისვა, რომ პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების, სავაჭრო კავშირებისა და ტურიზმის განვითარებაში. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი ეწევა სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა ქართველ კოლეგასთან. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ. საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი აქტიურების შესახებ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საკუთარი ქვეყნის განადგურების სანაცვლოდ ფინანსურ კომპენსაციაზე საუბარი ტრაგიკული, ასე პასუხობენ მმართველ გუნდში ნიკა გვარამიას განცხადებას. პარტია ახალის ლიდერმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ ომის შემდეგ დანგრეული უკრაინა ტრილიონებს მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის ადამიანის სიცოცხლესაც და სახელმწიფოს ინტერესებსაც ყოველთვის ჩალის ფასი ჰქონდა და ამას 2008 წელიც მოწმობს. კოლექტიურ ნაცმოძრაობას ერთმანეთთან რა კონფლიქტიც არ უნდა ქონდეს, აერთიანებს ერთი მთავარი ფორმულა, რაზედაც უკვე დიდი ხანია საუბრობთ და უკვე აღარც თვითონ მალავენ, რომ საქართველოს ბრუტალურ დაპირისპირებაში უნდა ჩაერთოს რუსეთის ფედერაციასთან. რეალურად ეს არის გარდა აი ამ საქართველოს კრევის პერსპექტივისა, დღევანდელ დღეს ეს უნდა განვიხილოთ როგორც მესიჯი უცხოელი პარტნიორებისადმი, რომ თუ კი ისინი იქნებიან ხელისუფლებაში მზად არიან დათანხმდნენ ყველანაირ პირობას და იყვნენ წმინდა მარიონეტები. გრძელდება 2022 წლიდან და კიდევ უფრო ადრე დაწყებული კამპანია, რომლის მიხედვითაც საქართველოს უნდა იყოს გამოყენებული პროქსი სახელმწიფოდ. იგივე ნარატივის გამგზავრებელი არის ნიკა გვარამია, რომელიც ამბობს, რომ ადამიანების გარდაცვალების, ჩამონგრეული ეკონომიკის, განადგურებული ქვეყნის საპირწონედ მომავალში შესაძლებელია ვინმე მიიღოს ტრილიონები და გულდაწყვეტით საუბრობს, რომ ამ ყველაფერს ვერ მიიღებს საქართველოს. არ გჭირდება ასეთი ტრილიონი. განსაკუთრებით ტრაგიკულად შეიძლება შეფასდეს ეს განცხადება, რომელიც არაფრად აგდებს ადამიანების სიცოცხლეს და ასე ვთქვათ, ფული არის მთავარი, ფული ყოფილა მთავარი ომის შემთხვევაში მისაღებად, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ და ყველაფერზე წამსვლელები რო იყვნენ, ეს პრაქტიკაში დაგვანახეს 2008 წლის ომით. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე საერთაშორისო დონეზე თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა, ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი თბილისსა და რეგიონებში ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ბაზაზე ექსპერტ კრიმინალისტებმა დრონის მართვის გადამზადების კურსი გაიარეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. ექსპერტ კრიმინალისტების მიერ შემთხვევის ადგილზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება საშუალებას აძლევს გამოძიებას მტკიცებულებათა მაღალი ხარისხის ვიზუალი მიეწოდოს. კრიმინალისტიკური დეპარტამენტი აღიჭურვა უპილოტო საფრენი აპარატებით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში ექსპერტ კრიმინალისტებმა გაიარეს სწავლება. აღნიშნული კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. შემთხვევის ადგილის დათვალიერება უპილოტო საფრენი აპარატებით მოგცემს უფრო მეტად მასშტაბურ და ხარისხიან დათვალიერების შესაძლებლობას. ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გასაღების ფაქტებზე ბრალდებულ სამ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ერთ პირს კი გირაოდ 15,000 ლარის ოდენობით შეუფარდა, მას პროკურორის თანხმობის გარეშე საზღვრის კვეთაც აეკრძალა. გამოძიების ინფორმაციით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით დამზადებული ყალბი დოკუმენტებით ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფარს უპრობლემოდ მიიღებდნენ. ბრალდებულთან ნაწილი დანაშაულს აღიარებს. ბრალდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ახლა ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა დღევანდელი მოცემულობით, საომავლოდ თანამშრომლობის კუთხით გვაქვს გარკვეული შეთავაზებები და ალბათ ახლა ღონისძიების სახით შეცვლასთან დაკავშირებით გვექნება შეფასება. აღნიშნულ საქმეზე დიდი მოცულობით საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული, გამოკითხული არის ათეულობით პირი, ასევე მოცემულობის სამართლის საქმეზე გამოთხოვილი არის ინფორმაცია, როგორც ბრალდებულების, ასევე სხვა პირთა ანგარიშები, სადაც დაფიქსირებულია გადარიცხვები თუ რაოდენობის თანხას რიცხავდა მითითებულ დანაშაულთან დაკავშირებით, ასევე გამოთხოვილია ბრალდებულების მობილური ტელეფონებიდან ინფორმაცია და გამოთხოვილია ინფორმაცია, სადაც დადასტურებულია აღნიშნული პირების მხრიდან ეგრეთ წოდებული кейსების ისტორიების შედგენის ფაქტი.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობისა და რეალიზაციის ფაქტებზე დაკავებულ 121 პირს პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა. დაკავებულთა შორის 59 ნარკორეალიზატორია. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელსაც აფასოვებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები, მეთადონი, ალფა-პვპ, კოკაინი, MDMA, კეტამინი, ბუპრენორფინი, მარიხუანა, მცენარე კანაფი და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისათვის საჭირო ნივთები ამოიღეს. დაკავებულებს ბრალდება ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ. თელავის ხევზე ნაპირ სამაგრის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ქვაღორღისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნარჩენების დიდი ნაწილი ტერიტორიიდან უკვე გატანილია. ადგილზე კვლავ მუშაობს მძიმე ტექნიკა. პარალელურად გრძელდება სათავე ნაგებობამდე მისასვლელი გზის გაჭრა, რათა პირველ დამცავ დამბასთან ხვარცობის მიერ მიტანილი ქვაღორღისა და ხეებისგან ტერიტორიის გაწმენდა დაიწყოს. მთელი ქალაქის მასშტაბით საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირება პრაქტიკულად სრულად აღდგენილია. პრობლემები მხოლოდ რამდენიმე ადგილზე რჩება, სადაც შესაბამისი კომპანიები აღდგენით სამუშაოებს აქტიურად აგრძელებენ. მდინარე თელავის ხევზე მდებარე დამცავი დამბა და მიმდებარე ტერიტორია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა თელავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. მდინარე თელავის ხევზე 3 დამცავი დამბა ერთმანეთისგან გარკვეულ დისტანციაზეა აშენებული. მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები იმისაც, რომ მივუდგეთ ყველა დამბას, რათა ჩავატაროთ გეოლოგია, ყველა შესაბამისი საინჟინრო კვლევა, დავიგეგმოთ შემდგომი სამუშაოების. აღნიშნული დამბები 2022 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ იქნა გაწმენდილი, რამაც მოგვცა საშუალება, რომ უფრო ცუდი შედეგი არ მიგვეღო 12 ივლისს მომხდარი სტიქიის დროს. მიმდინარეობს მუშაობა 3 ლოკაციაზე. ისევე როგორც ეპიცენტრში, ასევე მიდის მუშაობა სათავე ნაგებობასთან. რაც შეეხება მესამე ლოკაციას, მიმდინარეობს სამუშაოები სოფელ გულგულის მისადგომებთან, თელავის ხევის ქვედა მონაკვეთზე, სადაც ასევე რთული სიტუაცია იყო. იქაც სიტუაცია ახლა განმუხტულია. ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიებზე ყველგან აღდგენილია სასმელი წყლის მიწოდება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მომხმარებლებისთვის ახალი ციფრული პლატფორმა ამოქმედა, რომელიც საგადახდო მომსახურებების შეტარებას ბევრად უფრო მარტივსა და სწრაფს ხდის. თუ აქამდე სხვადასხვა ბანკის ტარიფების, დეპოზიტების, საპროცენტო განაკვეთების, ვალუტის გაცვლითი კურსებისა თუ სხვა მომსახურებების შესადარებლად თითოეული ბანკის ვებგვერდზე ცალ-ცალკე ინფორმაციის მოძიება იყო საჭირო, ახლა ეს ყველაფერი ერთ სივრცეში ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა თავმოყრილი. ამ წუთებში თეგეტა მოტორსის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია იწყება, ღონისძიებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მინისტრთა კაბინეტის წევრებს და ძვირფას სტუმრებს. მიხარია დღეს გიმასპინძლოთ ეს თეგეტას გამორჩეულ სერვის ცენტრში და გაბედულად შემიძლია ვთქვა, ეს არის რეგიონის მასშტაბით ჰაბი სპეცტექნიკისა და სადროშო მანქანებისთვის. და აქვს პატივი მოვიწვიო ტრიბუნასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირალი კოვახიძე. მოგესალმებით გამოდონებო და ბატონებო, მივესალმები დედაქალაქის მერს, მივესალმები მინისტრებს, პარლამენტარებს.
მივესალმებით ეგეთა ჰოლდინგის დამფუძნებელს ბატონ თემურ კოხოძეს, ეგეთა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორს ბატონ ეკატერინე ქავთარაძეს, მივესალმები ბიზნესის წარმომადგენლებს, მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს, სულფასო სტუმრებო. მიხარია რომ დღეს ამ შთამბეჭდავ კომპლექსში ვიმყოფები, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და რა თქმა უნდა ასეთი შთამბეჭდავი მასშტაბური და საინტერესო ახალი პროექტები. ვიტყვი რომ ასეთი მასშტაბური პროექტი ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს მნიშვნელოვნად აძლიერებს. ეს არის თბილისის შემოვლით გზაზე შექმნილი უნიკალური პლატფორმა, რომელიც თავისი სტანდარტებით სცილდება შიდა სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს. ეს არის პირველი მულტიბრენდული და მრავალფუნქციური სივრცე ამიერკავკასიაში, რომელიც სერვისის სრულ სპექტრს აერთიანებს ერთ ადგილზე, რაც ბუნებრივად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კომპლექსი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს. აქ კომპანია საერთაშორისო გადამზიდავებს თავაზობს უბრალოდ ისეთივე უმაღლეს ხარისხის მომსახურებას, როგორცაც ისინი მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ჰაბებში იღებენ. ჩვენ გვახარებს, რომ ბიზნესი დღეს თავად აწესებს განვითარების ახალ უმაღლეს თამაშას და ამ კუთხით ეგეთა ჰოლდინგი არის ნამდვილად გამორჩეული. დასაფასებელი ასევე კომპანიის მიდგომა გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოებისადმი, სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე უსაფრთხო სტანდარტები აჩვენებს, რომ ჩვენი ლოგისტიკური დერეფანი არა მხოლოდ სწრაფი და ეფექტური, არამედ ცივილიზებული და მდგრადიც არის. სახელმწიფოსთვის გავსი ინიციატივების ხარდაჭერა არის, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი, რადგან მდგრადი სატრანზიტო დერეფანი წარმოუდგენელია განვითარებული თანამედროვე სერვისების გარეშე. მე მინდა მადლობა გადავხადო ეგეთა ჰოლდინგის დამფუძნებელს ბატონ თემურს, მადლობა ეგეთა ჰოლდინგის ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელს იმისათვის, რომ ეს ბიზნეს ინიციატივა ძალიან დიდი წარმატებით შედგა და განხორციელდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მსგავსი მასშტაბური პროექტები კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს პოზიციას გლობალურ ეკონომიკურ რუგაზე. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და მინდა წარმატებები გისურვოთ. ეგეთა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ქალბატონი ეკატერინე ქავთარაძე. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, მოგესალმებით ამ ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებისთვის ჩვენი კომპანიის და გეზის ცენტრის შესახებ. მოგესალმებით მინისტრთა კაბინეტის წევრებო, ქალაქ თბილისის მერს ბატონ კახიკალაძეს მივესალმები და მივესალმები ჩვენს მრავალწლიან პარტნიორებს. ძალიან მოხარულები ვართ დღეს თითოეული თეგეტელი იმისთვის, რომ ესეთი წარმომადგენლობითი ვიზიტია იმ ცენტრში, რომლის მშენებლობაში გასული 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი თეგეტელი და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი MIN-ი იყო ჩართული. მე ახლა შევეცდები ძალიან მოკლე პრეზენტაციით გაგაცნოთ სატვირთო მიმართულებით როგორც გეზის ცენტრის, ასევე ზოგადად თეგეტას ეკოსისტემის შესახებ. თავარი ალბათ ჩვენ რაც ამ 31 წლიანი ისტორიის მანძილზე გვამოძრავებდა, იყო რომ ყოველთვის ჩვენი ბიზნესისთვის გვეყურებინა ჩვენი მომხმარებლის თვალით და ყოველთვის გვქონდა ის мотиваცია, რომ ქართველი ნებისმიერი მომხმარებლისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი ყველაფერი, რაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იყო უმაღლესი ხარისხის. სწორედ ამისი ნათელი მაგალითია დღეს გეზის ცენტრი, რომელიც წარმოადგენს MIN-ის ავტორიზებულ ერთადერთ A+ სერვის ცენტრს არა მარტო კავკასიის რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. და თითოეული თეგეტელის სიამაყისაგანია ის საკითხი, რომ როდესაც ჩვენ გავიარეთ MIN-ის სერტიფიცირება, სადაც მაქსიმალური ხარისხი მხოლოდ A-ია, ჩვენს ცენტრს A+ ხარისხი მიენიჭა და მგონია, რომ ეს თეგეტელების გარდა ასევე თითოეული ქართველისთვის არის საამაყო საკითხი, როდესაც მსოფლიო რუქაზე მონიშნულები ვართ როგორც საუკეთესო სერვის ცენტრი. გეზის ცენტრის მიღმა ამ 31 წლიანი ისტორიის მანძილზე თეგეტას ცენტრმა შექმნა 360 გრადუსიანი ეკოსისტემა, რომელიც მძიმე და სატვირთო მიმართულების ტექნიკის მქონე ნებისმიერ ბიზნესს მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ ერთი სარკმლის პრინციპით მიიღოს სრული ციკლი მომსახურების დაფინანსებიდან ტექნიკა, სერვისი და ასევე სრულად გადმოაბაროს ავტოტექნიკის მართვა თეგეტა
Beta Holdings. ეს ყველაფერი განხორციელებულია არა მხოლოდ რაღაც სერვისების ჩამონათვალის სახით, არამედ ყოველთვის, როდესაც ჩვენ ნებისმიერ პროდუქტს ვქმნით, როგორც აღვნიშნე და მომხმარებლის თვალით ვუყურებთ საჭიროებას, ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ეფექტურობა. როგორ მივცეთ ბიზნესის გადაწყვეტები, რომლის ცენტრში დგას ეფექტური მომსახურება. ეფექტურობა გამომდინარეობს იმისგან, რომ ჩვენი სიმძლავრე საშუალებას იძლევა ტექნიკის მოცდენის დრო იყოს მინიმალური და ეფექტურობა გამომდინარეობს იქედან, რომ ჩვენ მთლიანი ფლობის ღირებულება მაქსიმალურად მინიმიზირებული გავხადოთ ჩვენი მომხმარებლების.